წლევანდელ კონფერენციის შესახებ დეტალურად დატა მოგახსენებთ. მე მადლობას გიხდით კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, გაცნობისთვის და ძალიან დიდი სურვილი და თხოვნა ჩვენგან, რომ ჩართული იყოს აუდიტორია ასევე დისკუსიებში და კითხვა-პასუხის დროს მოხსენებლებთან იცით რომ პროგრამით გათვალისწინებულ დროში ასევე შედის კითხვა-პასუხი მოხსენებლებთან. მადლობა კიდევ ერთხელ და დაგთხოვთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო მომხსენებლებო და კონფერენციის სტუმრებო. სოლაფორუმის სათათბირო სახელით მინდა მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და კონფერენციაში მონაწილეობის მიღებისთვის. მადლობა მინდა გადაუხადო ყველა თანაორგანიზატორს პირველ რიგში და საქართველოს უნივერსიტეტის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კვლევის ინსტიტუტს და მის ხელმძღვანელს ბატონ არჩილ მეტრეველს. რომ არა მისი მტკიცე კი მიუხედავად ყველა სირთულისა ეს კონფერენცია მაინც ჩაგვეტარებინა, ალბათ დღეს აქ არ ვიქნებოდით. წელს იცით როგორც შიდა პრობლემები, ასევე პოლიტიკური ქარტეხილები გადაგვატყდა თავს და იყო ძალიან ბევრი საფრთხე იმისა, რომ კონფერენცია საერთოდ არ ჩატარებულიყო, მაგრამ მოვახერხეთ და ეს ძალიან გამომხნევებელია. უკვე მეშვიდეთ ვიკრიბებით. მადლობა მინდა უთხრა ქრისტიან სტუდენტთა კავშირს, რომლის წიაღშიც გაჩნდა ეს პროექტი და დღემდე მათი მხარდაჭერით ტარდება. ასევე ყავს ორი მხარდამჭერი საქართველოს ფარგლებს მიღმა. ეს არის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კვლევის ინსტიტუტი ბელგიაში და რომლის წარმომადგენელი მეც გახლავართ და ევროპის ევანგელურ თეოლოგთა თანამეგობრობა. რომლის კონფერენციის მიბაძვით გაჩნდა საერთოდ სოლაფორუმის ჩატარების იდეა 9 წლის წინ. ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა კონფერენციის თემის შესახებ. იზრდება თუ იკლებს რელიგიის როლი თანამედროვე საზოგადოებაში. ამ კითხვაზე პასუხი აღარ არის ერთმნიშვნელოვანი, მას შემდეგ რაც თანამედროვე სოციოლოგიამ სეკულარიზაციის თეორია ეჭვქვეშ დააყენა. უფრო მეტიც, სოციოლოგების პროგნოზით 2050 წლისთვის გლობალურად რელიგიურად არააფილირებული მოსახლეობა პროცენტულად დაიკლებს. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ რელიგიის მიმართ ინტერესი, მისი ურთიერთქმედების და გავლენის კვლევა კიდევ 10 წლეულების მანძილზე აქტუალობას არ დაკარგავს. ევროინტეგრაციის გზაზე მდგარი ჩვენი ბედკრული საქართველოსთვის, სადაც სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის კავშირი ჯერ კიდევ ისევ ძლიერია, საზოგადოებისთვის კი რელიგიური აფილიაცია კვლავ რჩება ეროვნული იდენტობის მდგენელად. რელიგიისა და თანამედროვე საზოგადოების მიმართების გააზრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როგორ პასუხობს ესა თუ ის რელიგიური ტრადიცია თანამედროვეობის გამოწვევებს? როგორ თეოლოგიურ ინტერპრეტაციას ახდენს ასეთი მოვლენებისა, როგორიცაა სეკულარიზაცია, გლობალიზაცია, ციფრული ტექნოლოგიების განვითარება, ხელოვნური ინტელექტი, გენდერული თანასწორობა, უმცირესობების უფლებები, საომარი კონფლიქტები, ეპიდემიები, ეკოლოგიური გამოწვევები და ასე შემდეგ. ყველაფერ ამას სჭირდება თეოლოგიური, ფილოსოფიური, სამართლებრივი, ისტორიული და პრაქტიკული გააზრება. და თანამედროვე გამოწვევებსა და პერსპექტივებზე უწყვეტი საუბარი. ჩვენი კონფერენციის პირველი დღე სწორედ მიზნად ისახავს სამეცნიერო და ასევე სხვადასხვა რელიგიური ტრადიციის თუ დისციპლინათა შორისი პოზიციების წარმოჩენას, მეორე დღეს კი უფრო თემატურ საკითხებს მივუძვნით. საინტერესო მოხსენებები გველის, ბევრი ახალი მომხსენებელის გვეყოლება წელს. მინდა ყველას წარმატება ვუსურვო და ამ ორი დღის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარება. მინდა ახლა მოვიწვიო ჩვენი თანაორგანიზატორი ორგანიზაცია საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი, რომლის წარმომადგენელი თეონა მენაბდიშვილი იქნება და მოგვიყვება ორგანიზაციის შესახებ და ასევე წარმოგვიდგენენ მცირე კვლევას საზოგადოებრივ განწყობებზე რელიგიის მიმართ. მადლობა. მოგესალმებით საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირის სახელით. მოხარულები ვართ, რომ ამ კონფერენციის მხარდამჭერები ვართ და ძალიან გვეამაყება ის ფაქტი, რაც ტატამაც აღნიშნა, რომ მართლა ჩვენს წიაღში წარმოიქმნა სოლაფორუმი.
იქამდე სანამ გაგიზიარებთ ჩვენი კვლევის შედეგებს, რასაც ლექსო გააკეთებს, მგონი სამართლიანი იქნება ჯერ გითხრათ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირი არის საერთაშორისო ორგანიზაცია IFES-ის წევრი და უკვე 25 წელზე მეტია, რაც საქართველოში მოღვაწეობს. ჩვენი მიზანი არის სტუდენტებში ქრისტიანული პრინციპების დანერგვა და მათ სულიერ ეთიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე ზრუნვა. ალბათ თქვენც შეამჩნევდით, რომ თანამედროვე სამყაროში რელიგიის როლი ახალგაზრდებს შორის ნელ-ნელა იკლებს და მცირდება. და ახლა სტუდენტური ცხოვრება და ღირებულებები იცვლება. და ვფიქრობთ, რომ ქრისტიანული პრინციპების, ფასეულობების შენარჩუნება და ახალი თაობის სულიერი გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ახლა. და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, რომ ახალგაზრდებს შევთავაზოთ მყარი საფუძველი, რომელიც დაეხმარება მათ არა მხოლოდ პიროვნული, არამედ საზოგადოებრივი გამოწვევების დაძლევაში. დაეხმარება მათ პროფესიული განვითარების და ქრისტიანული ფასეულობების შეთავსებაში. ვცდილობთ, რომ სტუდენტებს გავაცნობთ ქრისტიანობის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენი რწმენით არათუ კარგავს აქტუალობას, არამედ პირიქით, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე გამოწვევებთან ბრძოლაში. ჩვენ ვქნით სივრცეს, სადაც სტუდენტები იგრძნობენ მხარდაჭერას და დაინახავენ თავიანთი ცხოვრების სულიერ მიზანს. მიიღებენ мотивაციას, რომ თავიანთი პროფესიებით ჩვენი საზოგადოების და ჩვენი ქვეყნის მომავალზე დადებითი გავლენა იქონიონ. და ამას ვახერხებთ სხვადასხვა გზებით. ეს არის სოციალური პროექტები, სადისკუსიო ჯგუფები, ბანაკები, კონფერენციები, საჯარო ლექციები, გვაქვს ბიბლიის შემსწავლელი ჯგუფები, თემატური სემინარები, პიკნიკები, ექსკურსიები და მრავალი სხვა რამ, სადამდეც ჩვენი ფანტაზია გაგწდება ხოლმე. ასევე მოხარულნი ვართ, რომ ბოლო წლებში არა მხოლოდ ქართველ სტუდენტებს, არამედ აქ მყოფ უცხოელ სტუდენტებსაც მოვიცავთ. და ჩვენი ორგანიზაციის მეშვეობით ბევრი მათგანის ცხოვრებაში პირველად ხდება ქრისტიანობასთან კვეთა. პირველად იგებენ ქრისტიანობის შესახებ. და ამ ტოლერანტობით ამაყ საზოგადოებაში გაგიკვირდებათ და ეს სტუდენტები ხშირად გარიყულები არიან. მათ არ ყავთ ქართველი მეგობრები, ისინი არ იცნობენ ქართველ სტუდენტებს, საერთოდ ქართულ კულტურასაც არ იცნობენ ხშირად და სრულ იზოლაციაში ცხოვრობენ სხვა უცხოელ სტუდენტებთან ერთად. და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ, რომ მათი საქართველოში ყოფნის დრო რაღაცა კარგ მოგონებად ვაქციოთ და ხელი შევუწყოთ მათ ინტეგრაცია საზოგადოებაში, თავის შინ ვაგრძნობინოთ და ნამდვილი ქრისტიანობაც ვაჩვენოთ. ამჟამად 4 ქალაქში ვართ წარმოდგენილნი. ეს არის თბილისი, გორი, ქუთაისი და ბათუმი. და ამ ქალაქებში ჩვენ ყოველკვირეულ სტუდენტურ შეხვედრებს მასპინძლობთ. თუ დაინტერესდებით ჩვენი საქმიანობით, ან თანამშრომლობით, ან უბრალოდ გინდათ რომ თვალი გვადევნოთ, რას ვაკეთებთ, შეგიძლიათ რომ ჩვენს Facebook გვერდს ეწვიოთ და სიახლეებს გაეცნოთ ხოლმე. ახლა კი ლექსოს თხოვ, რომ წარმოგვიდგინოს ჩვენი მიერ ჩატარებული კვლევა. ლექსო. მოგესალმებით, მე მქვია ლექსო, ლობოვი გვარად. და ამჟამად ვარ მისიონერი თანამშრომელი ქალაქ ქუთაისში, საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირის მიერ წარგზავნილი ჩემ ოჯახთან ერთად. დიდი პატივი არის ჩემთვის, როგორც მომხსენებლის როლში თქვენს წინაშე წარდგომა და ძალიან მიხარია, რომ მაქვს ეს საშუალება და შემიძლია სტუდენტური ცხოვრების ჭრილიდან შევხედოთ რელიგიის და თანამედროვეობის საკითხს. ჩვენი მსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, უმეტესად სტუდენტებთან მუშაობს, გვაქვს საშუალება თვალი ვადევნოთ თავებების ცვლილებას. და შეგვიძლია დავაკვირდეთ ახალგაზრდების დამოკიდებულებას მრავალი საკითხის მიმართ. ეს ხელს გვიწყობს არ ჩამორჩეთ დროს და სტუდენტებისთვის მისაღებ და გასაგებ თანამედროვე ენაზე ვისაუბროთ. თუმცა თაობათა შორის ასაკობრივი სხვაობა მაინც წარმოშობს ბევრ ბუნდოვანებას, გაუგებრობას, გაუცხოებას ხანდახან. ეს დაკავშირებულია ხშირად ძალიან ელემენტარულ ტექნოლოგიურ საკითხებთან, მათ ფლობასთან, სიახლეების ათვისების სიჩქარესთან და ხშირად სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს ეს ყველაფერი თაობათა შორის.
და აქედან გამომდინარე გვაქვს ორი არჩევანი, ორი გზა. ეს არის რომ გვეშინოდეს ყველა სიახლის და განსხვავებულის და ამ შეშის ფონზე მუდმივად ვაკრიტიკოთ ეს ახალი თაობა, ახალგაზრდები და გავიხსენოთ და გავაიდეალოთ ჩვენი წარსული. ან არის მეორე გზა. ეს არის დავაკვირდეთ, გავაანალიზოთ, შევისწავლოთ თუ რას წარმოადგენს ახალი თაობა, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ, როგორ პოულობენ საკუთარ თავს საზოგადოებაში და ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილები და ხანდახან დავემსგავსოთ კიდევაც მათ. აი ეს მოკრძალებული კვლევა, რაც ჩვენ ჩავატარეთ სტუდენტურ წიაღში, ზუსტად აი ამ მეორე გზას ემსახურება, რომ გავიგოთ უკეთესად ვინ არიან ეს ახალგაზრდები, ეს სტუდენტები, რას ფიქრობენ, რას გრძნობენ და საით მიდიან. ღმერთი და მისი სიტყვა მარადიული ცნებებია, ცვალებადი მხოლოდ ყოველი თაობის დამოკიდებულება მათი მიმართ. და ახლა შემოგთავაზებთ მოკლე ვიდეო რგოლს, რომელშიც უბრალოდ თვალნათლივ დავინახავთ, რა განსხვავება არის თაობათა შორის. შეიძლება ეს სრულ სურათს, რა თქმა უნდა, არ გვაჩვენებს, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება აი ეს ჭრილი დავინახოთ. გთხოვთ. როგორ შეიცვალა ახალი თაობის დამოკიდებულება რელიგიასთან მიმართებით ძველ თაობასთან შედარებით? ცოტა გაუფერხულდა. ისე აღარ არის ხალხი ეკლესია, როგორც ჩემ თაობასთან დიოდა. მე ამობნელი ვარ, ეგ დავიბადე. ხო და რა ვიცი, ცოტა ეკლესიასთან უჟე რა ვიცი, ნიტო. კიდადიარ, მაგრამ ისე აღარ მასწავლე. რა ვიცი, აი მაგა რაც ხელში გიჭირავს. ჩემი შვილების არ იყო, შვილიშვილებს შეიცვალა ყველა. ტელეფონმა ძალიან გასხვაფერა ეს ცხოვრება, ძალიან. აი ეგა. მადლობა. მე მგონი დადებითად უფრო მეტად უკეთესად შეიძლება ითქვას და უფრო ეს არის პატრიარქის დამსახურება ყველანაირად. მე ესე ვთვლი ყოველ შემთხვევაში და აი იმ სასულიერო პირების, ვინც აი ამ თემას ასეთ დიდ ყურადღებას. მე თვითონ ლექტორი ვარ, პროფესორი ვარ და მე ვხედავ ბავშვები როგორ სერიოზულად ეპყრობიან ამ საკითხს. მე მადლობის ნოტი არაფერი არ მეთქვის ამ მიმართულებით. ეს საკითხები ჩვენთვის საკმაოდ ნაცნობია, იმიტომ რომ მე წარმოვადგენ რელიგიურ უმცირესობას, ერთ-ერთ მუსლიმი თემის წარმომადგენელი ვარ. რაც შეეხება ახალი თაობის დამოკიდებულებები, რა თქმა უნდა შეიცვალა, უფრო პრაგმატული გახდა და არა კონსერვატიული. თუ მე მკითხავთ და გააჩნია რას მოვიაზრებთ ახალ თაობაში, ჯენზის თუ მოვიაზრებთ და მილენიალების ნაწილს, ამ სეგმენტისთვის რელიგია უფრო პრაქტიკული გახდა და მათ შორის თეორიული ნაწილიც მნიშვნელოვანი, მაგრამ არა იმ კაცრი ღირებულებებით, რომელიც შეიძლება განსაზღვრული იყოს და კონსერვატიული ხედვებისთვის დოგმად მიიჩნეოდეს. ჩვენს ეპოქაში და ეხლა მნიშვნელოვანია უფრო ეთიკურ ნაწილზე გადასული რელიგიური პრინციპები, რაც მოიაზრებს ადამიანის ღირებულებებს, უფლებებს, დაცვას, რწმენის აღიარებას, ურთიერთპატივისცემას და ასე შემდეგ. და არა რამდენიმე ტანიას, ჯერ მიხვალ სალოცავ სივრცეში და მხოლოდ იმ სალოცავ სივრცეებში ილოცებ თუ სხვაგან მსგავს პრაქტიკებს. თუკითაც შეიცვალა, იმიტომ რომ გამოიწვია ეს ყველაფერი წიგნთან შორს ყოფნა, უწიგნურობა, რომელიც დამოკიდებულია ძირითადად ტექნიკასთან დაკავშირებით, მობილურთან დაკავშირებით, კომპიუტერთან დაკავშირებით და ყველაფერი ეს შეცვალა წიგნთან საშუალებით. ხო, ანუ ვფიქრობ, რომ თაობებს შორის განსხვავება არაფერს ვერ შეერწყმენა არის და ვისაც დღესაც სწამს, დღესაც არის ეკლესიაში, ისევე როგორც ჩვენი წინა თაობის წარმომადგენლები, ვისაც სწამდათ, ისინი დადიოდნენ ეკლესიაში. ხო. რელიგიასთან დამოკიდებულება რა შეეხება? მე ვისთანაც მაქვს შეხება, ახალგაზრდობასთან პირიქით ხდება. მათ ძალიან გულწრფელი დამოკიდებულება აქვს. არა ისეთი, რომ მაპატიეთ ცოტა ბნელმოცული, რომ კავშირში არის რაღაც აუცილებლად. მათ სწამთ სულით ხორცამდე. მე ბევრ ახალგაზრდას ვიცნობ, ასეც ჩემს შვილიშვილებს
ძალიან მათ მეგობრებს, ახლობლებს, დიშვილებს და მათ შვილიშვილებს და ასე შემდეგ და მე ბედნიერი პირიქით მინდოდა მეთქვა რომ ბედნიერი ვარ ახალგაზრდების დამოკიდებულება სარწმუნოებასთან ჩვენს მოგზაურებულ რელიგიურ წესრიგებთან კარგია დადებითი ცვლილებებისკენ არის და ჩვენ საბჭოთა ხალხი მე საბჭოთა საზოგადოებიდან ვარ და პირიქით ჩვენ გვიგრძალავდნენ კი ვაკეთებდით მაინც დედას ეცინოდა მამას ეშინოდა ყოველს ვაკეთებდით მაგრამ ეს არის ეს კრძალული სიფრთხილესთან დამოკიდებულებაშია და არ არის ისეთი გაშლილი. ახლა დაგაშლილია სარწმუნოებისადმი უტოლված სურვილი გამოხატოს მან თავისი რწმენა და მე ვერ ვიტყვი რომ შეიცვალა ახალგაზრდების დამოკიდებულება და ჩემი გადასახედიდან მე მათ მადლობას ვეუბნები და ვეფერებ. ჩემი აზრით დამოკიდებულება შეიცვალა ეხლა ზოგს ხანაირად შეიძლება ბევრი ახალგაზრდას უკვე ისე ღმერთს აღარ ასწამს და უფრო სხვა გზისკენ წავიდა ძველ თაობა კიდე უფრო ეკლესიაში სიარულზეა მაგრამ ბევრს გონია რომ ეკლესიის სიარულით ღმერთის ჯერა მაგრამ ეგ მასე არ არის და შინაგანად წამდეს ღმერთს უბრალოდ სხვას რო ანახებ ეკლესიაში დადიხარ და მაგით რამეს აკეთებ ეგ მასე არ არის ჩემი აზრით ახალგაზრდები მაგას მიხვდნენ და ეხლა უაზროდ არ დადიან ეკლესიაში და თუ მართლა ჯერა ბიბლიაც უნდა ქონდეს საკითხული და რა ვიცი რამ განაპირობა და პირველ რიგში ინფორმაციის მიღებამ სწორი და არასწორი ინფორმაციის მიღებამ იმიტომ რომ წინა თაობას სხვანაირად ეწოდებოდა ეს ყველაფერი ამ თაობისგან განსხვავებით და ამ თაობას ჩემი აზრით უფრო მეტი გარჩევის საშუალება აქვს კარგისა და ცუდის ჩემი აზრით მაინც არასწორად მიეწოდება არც ამ თაობას და არც წინას თაობას და თაობას და არც წინას მაგ ყველაფერზე სწორი ინფორმაცია მადლობა ამ რგოლში გაჟღერებული იყო რაღაც ტენდენციები, რაღაც მიმართულებები, მაგრამ იმისთვის რომ გავამყაროთ ეს დებულებები, რაც გაჟღერებული იყო და შეიძლება ჩვენ ისედაც ვიცით მათ შესახებ და უკვე ჩვენთვისაც ცნობილია ეს ტენდენციები, მაგრამ ამის გასამყარებლად ჩვენ ვიფიქრეთ რომ კარგი იქნებოდა ჩაგვეტარებინა კვლევა, გამოკითხვა, სულ 4 კითხვისგან შემდგარი კვლევა ჩავატარეთ. კვლევა ცოტა ხმამაღლა არის ნათქვამი, რადგანაც 130 სტუდენტამდე იქნა გამოკითხული, აქედან დაახლოებით 20-25 სტუდენტი არის უცხოელი სტუდენტი, რომ მათი ხმაც მოგვესმინა. და გთხოვთ პირველი სლაიდი ჩავრთოთ. უბრალოდ გადავხედოთ იმ კითხვებს რა კითხვებიც დაისვა ამ სტუდენტების წინაშე. ეს არის პირველი როგორ ვფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია რელიგია თანამედროვე საზოგადოებისთვის მორალური და ეთიკური ფასეულობებისთვის. შემდეგი შეკითხვა იყო ასეთი. რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი რელიგიური მრწამსი და რელიგიასთან დამოკიდებულება თქვენს ყოველდღიურ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში. მაგალითად, ქორწინება, პროფესია, სამსახური და ასე შემდეგ. ანუ ჩვენი მიზანი იყო რომ ორივე პლასტი მოგვეცვა, ეს არის საზოგადოების ცხოვრება ყოველდღიური, მათი ხედვა ამ საზოგადოების და ასევე პირადი მათი გადაწყვეტილება რამდენად არის დამოკიდებული მათ რელიგიურ მრწამსზე. შემდეგი შეკითხვა ასეთი იყო. როგორ შეიძლება თანამედროვე მეცნიერება და რელიგია თანაარსებობდნენ, რაც აქტუალური თემა არის სამეცნიერო წრეებში და უნივერსიტეტებში განსაკუთრებით და თქვენი აზრით მეოთხე კითხვა იყო ასეთი. თქვენი აზრით რა ძირითადი ფაქტორები უწყობს ხელს რელიგიური რწმენის დასუსტებას ახალგაზრდებში? ჩვენ ახლა გადავალთ ინგლისურენოვანი სტუდენტების გამოკითხვას შემოგთავაზებთ პირველ რიგში და შემდეგ გადავალთ ისევ ქართულენოვან სტუდენტებზე.
კონტექსტი არის განსხვავებული, რადგანაც ისინი არ იხარშებიან ჩვენ საზოგადოებაში და როგორც უკვე ითქვა, განცალკევებულ ჯგუფად არიან წარმოდგენილები. ის ჯგუფი, რომელიც ჩვენ გამოვკითხეთ, უმეტესად არიან ქრისტიანები. ანუ ეს არიან სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც არიან ინდოეთიდან და არიან ადგილობრივი ეკლესიების წევრები. თუმცა მათ შორის ინდუიზმის აღმსარებლებიც არიან, მაგრამ როდესაც ამ კითხვებს და პასუხებს დავაკვირდით, გასაგები გახდა, რომ მათთვის რელიგია არის ხანდახან უფრო ძლიერი ბექგრაუნდი, ვიდრე შეიძლება საქართველოში სტუდენტებისთვის იყოს. და ახლა ამას დავინახავთ გამოკითხვის შედეგების მიხედვით. პირველი კითხვა ასეთი იყო, მათ შემთხვევაშიც რელიგიის მნიშვნელობა თანამედროვე საზოგადოების მორალურ და ეთიკურ ღირებულებებისთვის ამას მოიცავს პირველი შეკითხვა და პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია. კითხვას გასცეს პასუხი 72%-მა. აქედან ჩანს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ რელიგია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მორალურ და ეთიკურ ღირებულებების ფორმირებაში და ეს აჩვენებს, რომ რელიგიის გავლენა ამ სფეროში ძალიან მყარი არის. შემდეგი პუნქტი იყო მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტი არ არის და სულ 20%-მა უპასუხა ასე. ეს ჯგუფი აღიარებს რელიგიის მნიშვნელობას, თუმცა მიიჩნევს, რომ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც მორალურ ღირებულებებს განაპირობებს. და მნიშვნელოვანი არ არის, ან ნაკლედ მნიშვნელოვანი არის, აქ გადანაწილდა 8% იყო ხმების და ასევე 5%. ეს მცირე ნაწილი თვლის, რომ რელიგიას მნიშვნელობა არ აქვს თანამედროვე მორალურ და ეთიკურ ნორმებში, რაც შესაძლოა უფრო სეკულარული ან ჰუმანისტური შეხედულებით აიხსნას. შემდეგი შეკითხვა ასეთი იყო, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი რელიგიური მრწამსი ან რელიგიასთან დამოკიდებულება თქვენს ყოველდღიურ არჩევანსა და გადაწყვეტილებაში, მაგალითად ქორწინება, სამსახური და ასე შემდეგ. აქაც ვხედავთ, რომ მათი განწყობა არის განსხვავებული, შემდეგ დავინახოთ ქართულ სტუდენტებთან შედარებით, ძალიან დიდი როლი აქვს, ეს არის 72% და ეს ციფრი აჩვენებს, რომ გამოკითხულთა დიდი ნაწილს რელიგია აქტიურად და მკვეთრად აყალიბებს. და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებაზე, როგორც ქორწინება არის და სხვა, მიმართავენ რელიგიას და ამ თავისი მრწამსიდან გამომდინარე აკეთებენ არჩევანს. შემდეგი ცოტა ნაკლები არის მნიშვნელოვანი, მაგრამ გადამწყვეტი არ არის, ეს არის 20% და ჩანს აქედან, რომ ამ ადამიანებისთვის რელიგია მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი სხვა ფაქტორებსაც ითვალისწინებენ გადაწყვეტილების მიღებისას. და ნაკლებად მნიშვნელოვანი როლი ისევ აქ 8% არის და ისევ მცირე ნაწილი არის ამ პოზიციაზე, რომ რელიგია ნაკლებად განსაზღვრავს მათ გადაწყვეტილებებს, რაც მიანიშნებს, რომ სეკულარული შეხედულებები აქვთ და პრიორიტეტები ცხოვრებაში. შემდეგი შეკითხვა, თანამედროვე მეცნიერება და რელიგიის თანაარსებობა. აქ საინტერესო არის ის, რომ ჩვენ გამოვკითხეთ უმეტესწილად და შემიძლია თქვა, რომ 100%-ით გამოვკითხეთ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები და მათი დამოკიდებულება რელიგიას და მეცნიერებას შორის საინტერესო არის. ეს ციფრი 32% არის, რომ მათ შეუძლიათ სრულად თანაარსებობა. და მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ მეცნიერება და რელიგია თავსებადია და ერთობლივად შეიძლება არსებობდნენ, რაც მიუთითებს ინტეგრაციულ შეხედულებებზე. შემდეგი პროცენტულობა იზრდება. შეუძლიათ თანაარსებობა, მაგრამ არა ყველა ასპექტში. ეს არის 56% და უმრავლესობას მიაჩნია, რომ შესაძლებელია გარკვეული შეხება, მაგრამ არსებობს კონფლიქტებიც ასეთ საკითხებში. და შემდეგ უმნიშვნელოდ არის გადანაწილებული ისევ, რომ არ შეუძლიათ თანაარსებობა, ან საერთოდ არ მიფიქრია ამ საკითხზე. მეოთხე შეკითხვა, რელიგიური თქვენი აზრით რა ძირითადი ფაქტორები უწყობენ ხელს რელიგიური რწმენის დასუსტებას ახალგაზრდებში?
და აქ ასე გადანაწილდა პროცენტულობა. სოციალური მედია ეს არის 40%. ეს განიხილება როგორც მთავარი ფაქტორი, რაც შესაძლოა განპირობებულია განსხვავებულ შეხედულებებსა და შინაარსზე ფართო წვდომით, რაც ვიდეო გამოკითხვაშიც ჩანს ეს აზრი და რაც ტრადიციულ რელიგიებს ეჭვქვეშ აყენებს. შემდეგ პროცენტულად მოდის 32%, იმედგაცრუება რელიგიური ინსტიტუტებით. თუმცა წინ გეტყვით, რომ ეს პროცენტი ქართულ სტუდენტებთან შედარებით ბევრად ნაკლები არის. ნიშნულოვანი ნაწილი მიუთითებს ინსტიტუციურ მარცხზე, რაც შეიძლება მოიცავდეს სკანდალებს, ორმაგ სტანდარტებს და რელიგიური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც ნდობის დასუსტებას იწვევს. გლობალური საკითხები ეს არის შედარებით მცირე ჯგუფი, ისევ 8% არის, სავარაუდოდ გულისხმობს ისეთ გამოწვევებს, როგორიცაა გლობალური კრიზისები ან კულტურული ცვლილებები, რაც ყურადღების რელიგიიდან გადატანას ან მნიშვნელობას ამცირებს. და თქვენი ვარიანტი, ეს რაც მათ დაწერეს, ნაწილობრივ გამეორებული იყო წინა თეზისები, მაგრამ ეს ჯგუფი მოიცავს ისეთ მიზეზებს, როგორიცაა განათლების გავლენა და მოტივაციის ნაკლებობა, რაც მიუთითებს, რომ რელიგიისადმი ერთგულებაზე ზემოქმედებას ახდენს საგარეო ფაქტორები, გარე ფაქტორები. და ასევე აღზრდა. ახლა კი მოდით გადავიდეთ ჩვენ ქართულ სტუდენტებზე. და შევხედოთ, რას ფიქრობენ ისინი. ეს ანალიზი გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, როგორ აფასებენ სტუდენტები რელიგიის როლს, მორალურ ფასეულობებს, პირად არჩევანს გადაწყვეტილებებში და ასევე თუ როგორ ხედავენ მეცნიერების თანაარსებობას და რელიგიის. ესე იგი, პირველი შეკითხვა ისევ იგივე რჩება. იდენტური არის ეს გამოკითხვა ერთმანეთის შეკითხვების მიხედვით. ანუ პირველი არის თეზისი რელიგიის როლი მორალურ და ეთიკურ ფასეულობებში. ძალიან მნიშვნელოვანია, ამას პასუხობს 40%, 40.2% და უმეტესობა მიიჩნევს, რომ რელიგია მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე მორალურ ღირებულებებში. შემდეგი არის ცოტა მეტი პროცენტი, 44.3. ეს არის ასეთი მერყევი პოზიცია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ყველაზე დიდი ჯგუფი აღიარებს, რომ რელიგიის გავლენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ფიქრობს, რომ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ მორალურ ღირებულებებს. ასევე გადანაწილდა მცირე ჯგუფად არის წარმოდგენილი, რომ ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, ეს არის 9.8% და 5.7 არის არ არის მნიშვნელოვანი საერთოდ. ეს ჯგუფი უპირატესობას ანიჭებს სეკულარულ და სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებიც მორალის ფორმირებაში რელიგიას არ საჭიროებს. გადავიდეთ შემდეგ თეზისზე. კითხვა იდენტური არის, როგორც პირველ შემთხვევაში, ეს არის რელიგიის გავლენა პირად გადაწყვეტილებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი როლი უკავია, ასე უპასუხა 34.3%-მა გამოკითხულთა და აი ამ მესამედისთვის რელიგია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ქორწინება, პროფესია და ასე შემდეგ, პირადი ცხოვრება. 38.7, ცოტა მეტი პროცენტი, მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ეს ადამიანები რელიგიას ითვალისწინებენ, თუმცა გადაწყვეტილებებში სხვა ფაქტორებსაც მოიაზრებენ. და ნაკლებად მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო გადანაწილდა 27.1%, ეს მცირე ნაწილი სავარაუდოდ სეკულარული ან უფრო რაციონალისტურ შეხედულებებს მისდევს, სადაც რელიგია ნაკლებად ახდენს გავლენას ყოველდღიურ გადაწყვეტილებებზე. და საინტერესო იყო ჩემთვის, რომ რაც უფრო ჩვენ ზოგადი სურათიდან პიროვნულ სურათზე გადავდივართ, იცვლება დამოკიდებულება სტუდენტების, მათი შეხედულებები მკვეთრად არა, მაგრამ საგრძნობლად იცვლება. უფრო გაუცხოებულები ხდებიან რელიგიის მიმართ. შემდეგი
საკითხი არის მეცნიერების და რელიგიის თანაარსებობა. შეუძლიათ თანაარსებობა ამას მხოლოდ 18% პასუხობს და ეს ნაწილი თვლის რომ მეცნიერება და რელიგია სრულ თანაარსებობას შეძლებენ და შეუძლიათ. შემდეგი არის ყველაზე დიდი პროცენტი, ეს არის შეუძლიათ თანაარსებობა, მაგრამ არა ყველა ასპექტში. ესეც ასეთი მერყევი და შუალედური პოზიცია არის და გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მეცნიერებასა და რელიგიას შორის შესაძლებელია შეხების წერტილების პოვნა, მაგრამ კონფლიქტებიც არსებობს. არ შეუძლიათ თანაარსებობა. საინტერესო არის, რომ ამას 18.4% პასუხობს, საკმაოდ დიდი ნაწილი არის, რაც გასაოცარი იყო ჩემთვის პირადად. ამ ჯგუფის წევრები ფიქრობენ, რომ რელიგია და მეცნიერება ფუნდამენტურად შეუთავსებელია. და ასევე საინტერესო პასუხი არის, არ მიფიქრი ამ საკითხზე და პროცენტულად დაიკავა 13.1, რაც შეიძლება ჩავთვალოთ საკმაოდ საინტერესო პასუხად, რომ ადამიანები, სტუდენტები განსაკუთრებით, ვინც წესით უნდა ფიქრობდეს ბევრ საკითხზე, ამ საკითხზე საერთოდ არ უფიქრიათ. გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, ეს არის რელიგიური რწმენის დასუსტების მიზეზი ახალგაზრდებში, ანუ რელიგიური ინსტიტუტების მიმართ იმედგაცრუება. აი აქ უკვე ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და მიუთითებს, რომ რელიგიის დაკარგვა ახალგაზრდებში ხშირად უკავშირდება ინსტიტუციურ კრიზისს, ან რელიგიისადმი ინტერესის დაკარგვა, რაც შეიძლება იყოს დაკავშირებული სკანდალებთან, არაეთიკურ ქმედებასთან, ან ზოგადად უნდობლობასთან ამ ინსტიტუციების და კონკრეტული პიროვნებების მიმართ. შემდეგ არის სოციალური მედიის გავლენა. სოციალური მედია ახალგაზრდებს აძლევს პლატფორმას, სადაც ისინი ხედავენ და განიხილავენ განსხვავებულ იდეებს, რაც ტრადიციულ შეხედულებებთან შედარებით უფრო ღია და მრავალფეროვანი ხდება. გლობალური საკითხები ისევე როგორც სოციალური მედია თითქმის პროცენტულად და მე მგონი ერთნაირი არის თითქმის. ეს არის გლობალური გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ეკონომიკური კრიზისები და სხვა. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ახალგაზრდებს რელიგიის ნაცვლად სხვა თემებისკენ უბიძგებს და სხვა თემები იქცევს მათ ყურადღებას. სხვა აქ საინტერესო არის, რომ 13.5% დაიკავა ამ სხვა პასუხებმა, თუმცა პასუხები ძალიან ბევრი არ იყო და მრავალფეროვანიც არ იყო. უმეტესწილად პასუხები იყო პირველ კითხვასთან დაკავშირებული, ანუ ისევ ინსტიტუციების უნდობლობასთან და ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ეს 13.5% აი იმ ინსტიტუციურ უნდობლობის ყულაბაში ჩავაგდოთ. მაგრამ ძირითადი ფაქტორები იყო, რომლებიც ახალგაზრდების რწმენაზე მოქმედებს, იყო აღნიშნული, შესაძლოა იყოს განათლების ნაკლებობა, ოჯახების გავლენა ზოგ შემთხვევაში და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, ხანდახან ესეც ფიგურირებს მათ პასუხებში. დიდი მადლობა, რომ ასეთი დიდი სტატისტიკური მასივი და მასალა მოისმინეთ. ეს გამოკითხვა ჩვენ გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ რელიგია კვლავაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საზოგადოების ღირებულებებსა და პირად გადაწყვეტილებებში, თუმცა მის გავლენას კონკურენციას უწევს უკვე სეკულარული ხედვები და სხვა თანამედროვე ფაქტორები. რაც შეეხება მეცნიერებასთან ურთიერთობას, უმრავლესობა თვლის, რომ შეხების წერტილები შესაძლებელია, თუმცა წინააღმდეგობებიც არსებობს, რაც იმედის ნაპერწკალი არის ამაში. მადლობა ყურადღებისთვის და მხოლოდ ერთი პირადი კომენტარი, რაც სურს დავამატო, რომ თავად რელიგია და რელიგიურობა და მისი როლის გაზრდა საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხი არის, მაგრამ ბევრ შემთხვევაში რელიგია და მოქმედი და მაცოცხლებელი რწმენა სხვადასხვა რამ არის და სხვადასხვა რამედ მოიაზრება, როგორც საზოგადოებაში, ასევე დარწმუნებული ვარ რელიგიურ წრეებშიც. და ხშირად
სამწუხაროდ დაპირისპირებულ ბანაკებსაც წარმოადგენს ეს ორი ჯგუფი. და მით უფრო ფასეულია ჩემთვის აი ამ გამოკითხვის შედეგები, რადგან გვაჩვენებს სად უნდა მივმართოთ უფრო მეტად ჩვენი ძალისხმევა ჩვენ ახალგაზრდებთან მუშაობის დროს. მადლობა ყურადღებისთვის, ეს იყო ესეთი საველე პატაკი ჩვენი მხრიდან. მადლობა. მადლობა დიდი. ძალიან საინტერესო გამოკითხვა იყო თავისი შინაარსიდან გამომდინარეც და იმ შედეგებიდანაც რაც მივიღეთ. ჩემის მხრივ მინდა ვთქვა, რომ ზოგჯერ არის ასეთი მცდარი დამოკიდებულება ღრმად ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, რომ თითქოს ეს სეკულარული ღირებულებები ან თანამედროვე ღირებულებები და თუნდაც ქრისტიანული პრინციპულად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და ეს ხალხი ვერ აღიქვავს, რომ იმ სეკულარულ ღირებულებებში აშიც ცხოვრობენ, მეტწილად ქრისტიანობისგან შეიძლება იყოს თავის დროზე ფორმირებული. ამიტომ, როდესაც ესე ყოფენ, რომ რაღაც მორალისტვის საკმარისია, თქვათ, სეკულარული საყრდენი და არ არის აუცილებელი რელიგიური, ეს არის გარკვეული თვალსაზრისით შეცდომა, რადგან ის სეკულარული ღირებულებებიც გარკვეულწილად მორალურ თვალსაზრისით გულისხმობ რელიგიურისგან არის ფორმირებული, თუმცა რა თქმა უნდა საკუთრივი ღირებულებებიც გააჩნია. მადლობა, სულ რამდენიმე წუთი გვაქვს, თუ დამაზუსტებელი კითხვა გექნებათ ამ კვლევასთან დაკავშირებით ან რამე რეპლიკა, 5 წუთი შეგვიძლია გამოვიყენოთ ამისთვის. ნუ ძიმეთ იწყება კონფერენცია დილიდან. კარგი, გადავდოთ. კი ბატონო. ეს მიკროფონი რომ მივაწოდოთ, ბიჭები. ხომ არ იცით თუ ჩატარებულა ასეთი კვლევა სხვა ქვეყნებში, მაგალითად დასავლეთ ევროპაში ან ამერიკაში და ამის შედეგები, ამის ანალიზი თუ გაეცანით აი ამ კვლევებს სხვა ქვეყნებში და თუ შეგიძლია შეადაროთ აი ჩვენ ქვეყანაში და სხვა ქვეყნებში. მადლობა. მადლობა კითხვისთვის. ჩვენ კონფერენციას წინ უძღოდა ამონარიდი, კვლევის ამონარიდი და გავეცანი ზუსტად აი ამ კვლევის შედეგებს. და ძალიან საინტერესო თვითონ კვლევის ინსტიტუტი არის, რომელიც აი ამ კვლევებს მუდმივად ატარებს. და საინტერესო იყო ჩემთვის, რომ იქ არ იყო განსაზღვრული მხოლოდ ახალგაზრდების გუნება განწყობა ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ტენდენცია როგორც ასეთი, საინტერესო არის, რომ ბევრად არ განსხვავდება ჩვენი ტენდენციებისგან. ანუ რელიგიისადმი ლტოლვა, რელიგიისადმი ინტერესი კვლავ რჩება დაახლოებით 50%-ში გამოკითხულთა და რესპონდენტთა 50%-ში აქტუალურ თემად. თუმცა რამდენად აპრაქტიკებენ ამას ყოველდღიურ ცხოვრებაში, რამდენად რელიგიურები არიან, რამდენად ახდენს ზეგავლენას მათ ყოველდღიურ არჩევანზე და ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ეს უკვე სხვა საკითხი არის და აქ ისევე როგორც აი ამ ძალიან მცირე ქართულ ჩვენ ადგილობრივ კვლევაში, ეს ტენდენცია იქაც იკვეთება, რომ პრაქტიკაში ყველაფერი ცოტა სხვანაირად გამოიყურება. ანუ ზოგადად ყველა აღიარებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, მაგრამ კონკრეტულად მათი პიროვნული ცხოვრებისთვის, პირადი ცხოვრებისთვის იქ ცოტა სხვა არჩევანს აკეთებენ. მადლობა. მადლობა. ხომ არ არის კიდევ კითხვა. მაშინ მადლობა ლექსოს და თეონას არაჩვეულებრივი იმ მოხსენებისთვის და პრეზენტაციისთვის. დიდი მადლობა საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირს. ეხლა